გამარჯობა. ეთანხმებით რომ წინა ვიდეო მართლაც ცუდ ადგილას დამთავრდა. მაგრამ ამას თავის მიზეზები ჰქონდა. მე ჩავწერე თავიდან ბოლომდე ეს ვიდეო, მაგრამ როდესაც გადავათვალიერე, ცოტა არასრულყოფილი მომეჩვენა. ამიტომ გადავწყვიტე რომ გადამემუშავებინა სცენარი და თქვენთვის უფრო დახვეწილი ამბავი მომეყოლა. ამბავი კი ძალიან საინტერესოა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წინა ვიდეოს მინიმალური ნახვები აქვს. ფაქტიურად ნახვები არ აქვს. ეს ძალიან საწყენია, იმიტომ რომ მე ამ ვიდეოზე ბევრი ვიმუშავე. არ ვიცი რის ბრალია, ვიდეოს აქვს 3-ჯერ 4-ჯერ ნაკლები ნახვა ამ პერიოდისთვის, ვიდრე ჩვეულებრივ აქვს ხოლმე ჩემს ვიდეოებს. მე წინა ვიდეოში საუბარი შევწყვიტე იმ ადგილას, სადაც ვთქვი, რომ ეს კატარების ახალი რელიგია, რომელიც როგორც სუფთა ჰაერის ტალღა ისე შემოიჭრა ევროპაში, მის სამხრეთ ნაწილში, სუფთა ჰაერის, იმიტომ რომ კათოლიკური ეკლესია და მათი მესვეურები ძალიან ყარდნენ. ეს იყო კორუფციაში, ფუფუნებაში ჩაფლული ადამიანების გროვა, რომელსაც საერთოდ არაფერი აკავშირებდა არც ქრისტიანულ რელიგიასთან და არც ქრისტესთან. ამიტომ კატარიზმს უпроსორად ძალიან ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. და როგორც თქვი, იგი მოვიდა აღმოსავლეთიდან, ანუ ის არ ყოფილა კლასიკური დასავლური რელიგია. მისი სათავეები იყო ძალიან უცნაურ ადგილას, დღევანდელი ერაყის ტერიტორია, სადაც საფუძველი ჩაეყარა მანიქეიზმს. წინასწარმეტყველი მანის დამსახურებით. ეს ხდება 216 წელს ქრისტეშობიდან. და მანიქეიზმი ქადაგებს კლასიკურ დუალიზმს. ანუ სამყარო არის ორ ნაწილად გაყოფილი. არის ბნელი და არის ნათელი, არის ბოროტება, არის სიკეთე. და ყველაფერ ამას განაგებს ორი ღმერთი. ერთი ღმერთი, რომელმაც შექმნა მატერიალური სამყარო და მისი სახელი არის დემიურგი და მეორე ღმერთი, რომელმაც შექმნა სიკეთე, ანგელოს და დასის და მინდა სულების სახით. ეს იყო ძალიან უცნაური, თავის დროისთვის ძალიან უცნაური მოძღვრება. და რა თქმა უნდა, ეს ცნობილი დიოკლეტიანე, რომელიც ყველას და ყველაფერს დევნიდა და მანიქეველებსაც დაერია, ერაყის და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე მათი გაჩერება შეუძლებელი იყო და ისინი წამოვიდნენ დასავლეთისკენ. მაღაზიათა ქსელი Family ქუთაისში. უბნის პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი. მაღაზიებისა და მზა საკვების საწარმო Family Food-ის 30 ფილიალი ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. ყველაფერი ერთ სივრცეში. ძირითადი პროდუქტები, ახალი ხილბოსტნეული, საგამცელერიო საგნები, სათამაშოები და გალანდერია. Family Food, მზა საკვები და საკონდიტრო ნაწარმი. საუკეთესო არჩევანი, როცა დრო შეზღუდულია, ხარისხი და გემო კი პრიორიტეტად რჩება. მე დამავიწყდა, მე თქვა, რომ საფუძველი მანიქეიზმის დევს კიდევ უფრო ძველ რელიგიაში, ეს გახლავთ სპარსული, ირანული ზოროასტრიზმი და ასევე ქრისტიანული გნოსტიციზმი. მანიქეველების დევნა გაგრძელდა კარგ ხანს და მათ გადაწყვიტეს, რომ თავი შეეფარებინათ პალესტინაში, ეგვიპტეში, რომსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საინტერესოა, რომ წმინდა ნეტარი ავგუსტინე ჰიპონელი, იგივე კათოლიკე ეპისკოპოსობამდე იყო მანიქეველი და სწორედ მან გამოიყენა პირველად სიტყვა კატარი. კატარი ბერძნულიდან ნიშნავს წმინდას, სუფთას. და კატარიზმი აღმოცენდა როგორც დახვეწილი ალტერნატივა, რომელიც პასუხობდა მოთხოვნას სულიერ რელიგიაზე და ზოგადად სულიერების რეფორმაზე. თუმცა ეს რელიგია, ისე როგორც გითხარით, ლანგედოკში, ანუ საფრანგეთში არ დაბადებულა. იგი ცნობილი იყო გერმანიაში, გერმანელები მას ეძახდნენ კატერებს, იყო მართლმადიდებლებში ცნობილი და ისინი კატიერებს ეძახდნენ. იტალიაში ისინი საკმაოდ პოპულარულები იყვნენ, განსაკუთრებით ჩრდილოეთ იტალიაში, მილანში, კომოს ნაპირებზე და ეძახდნენ მათ პატარინებს. ლანგედოკი, სადაც ფეხი მოიკიდა ყველაზე მეტად კატარიზმმა, ეს გახლავთ სამხრეთ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონი, საკმაოდ მდიდარი რეგიონი, რომელიც გადაჭიმულია პირინეების მთებიდან ხმელთაშუა ზღვამდე. მისი კულტურული და ეკონომიკური ცენტრი დღესაც გახლავთ ქალაქი ტულუზა, ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი საფრანგეთის, ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი. აქაური გეოგრაფია ხელს უწყობს, რომ ლანგედოკი ყოფილიყო ყოველთვის
ეკონომიკურად ძლიერი და თვითკმარი რეგიონი იყო ყოველთვის და მას გასასვლელი ჰქონდა ხმელთაშუა ზღვაზე, რომელიც წარმოადგენდა იმ დროის ეს ადრეული შუა საუკუნეებია ძირითად საზღვაო სავაჭრო გზებს, იმიტომ რომ ამერიკები აღმოჩენილი არ იყო. დღეს ეს ტერიტორია თავის მეზობელ რეგიონებთან ერთად შედის ოქსიტანიის ადმინისტრაციულ ერთეულში და დღემდე ლანგედოკს კატარების ქვეყანას უწოდებენ. ძალიან საინტერესოა და ამის მოწმე და დამადასტურებლები არიან ის ციხესიმაგრეები, რომლებიც მრავლად არიან მიუვალი კლდეების მწვერვალებზე გაშენებული და რომლებსაც ჩვენ ცოტა ხანში ჩამოუვლით ყველას ვნახავთ და გავეცნობით მათ ძალიან საინტერესო და იდუმალ ისტორიას. ესეთი მკვეთრი დუალიზმი აღმოცენდა სომხეთშიც. სომხეთს უკვე მიღებული აქვს ქრისტიანობა, სომხეთში დევნიან მათ. ამ ხალხს და მათ პავლიკიანელებს ეძახიან. პავლიკიანელებს იმიტომ რომ ისინი მოციქულ პავლეს სემენ ყველაზე მეტ პატივს. ძირითადად პავლიკიანელობა გავრცელებული არის სომეხ გლეხობაში. აქ ეძებენ ისინი სულიერ საზრდოს. როგორც ჩანს უკვე ის პერიოდი ის 2 საუკუნე თუ 3 საუკუნე რაც ქრისტიანობა უკვე დამკვიდრებული არის სომხეთში, როგორც ჩანს უკვე მღვდლებმა ძალიან გააბეზრეს თავი ადგილობრივებს და აი ესე დაბალ ფენებში პავლიკიანელობა ან დუალიზმის აღმსარებლობა არის ძალიან ფეხმოკიდებული. ნაწილი ამ დუალისტებისა, პავლიკიანელებისა გარბის ბულგარეთისკენ. ისინი ჩაიტანენ ამ რელიგიას და აქ გაჩნდება წინამძღოლი მათი ხადაგებელი თეოფილე, რომელსაც ასევე ბოგუმილსაც ეძახიან. ბოგუმილ სლავურიდან რო თარგმნოთ ნიშნავს ღმერთის მოყვარულს ან ღმერთისგან პატივცემულს და ეს ბოგუმილები დაარქვეს ამ სექტას. ბოგუმილები მიიჩნევდნენ რომ კონსტანტინოპოლის მაგალითად წმინდა სოფიას ტაძარი, ეს გიგანტური ტაძარი, რომელიც მართლმადიდებლური სამყაროს ბურჯი იყო, იგი აშენებული არის სატანის მიერ. ზოგადად ეკლესიები არის სატანის მიერ აგებული. რატომ? იმიტომ რომ ეკლესია შეიძლება დაინგრეს. ღმერთი კი მუდმივია. აქედან გამომდინარე ღმერთის სახლი არ უნდა დაინგრეს. უნდა ვიქადაგოთ ისეთ ადგილებში, რომელიც მუდმივია, მაგალითად მთა, მაგალითად ველი, ტყე და ასე შემდეგ და სწორედ ასეც იქცევიან მათ რაღაც სამლოცველო სახლი, ესე როგორც ცალკე ესე არ აქვს. რაც ზემოთ ჩამოთვალე კატარების მსოფლმხედველობის საფუძველს წარმოადგენს. ფაქტიურად ამაზე არის დაფუძნებული უკვე კატარიზმი. რომ კეთილმა ღმერთმა, ახალი აღთქმის ღმერთმა შექმნა უხილავი მარადიული სულიერი სამყარო, ხოლო ბოროტმა ღმერთმა, ესეც აღებული არის მანიქეველებისგან, რომელსაც დემიურგი ქვია სახელად და რომელსაც კატარები სატანასთანაც აიგივებენ და ეს გახლავთ ძველი აღთქმის სასტიკი ღმერთი, რომელმაც ისევე როგორც მანიქეველებში შექმნა მატერიალური სამყარო, შექმნა ადამიანი და შემდეგ მის ხორცში როგორც საპყრობილეში ისე მოათავსა ანგელოზის სული. ეს ქრისტიანი დისიდენტები უარყოფდნენ კათოლიკურ ევქარისტიას, რადგან მიაჩნდათ, რომ ქრისტეს ხორცი ვერაფრით ვერ განსხეულდებოდა მატერიალურ პურში, ან მისი სისხლი ვერ განსხეულდებოდა ღვინოში. ჯვარი მათთვის იყო არა რელიგიის ნიშანი, არამედ წამების სიმბოლო. აი ამ ჯვრების დადგმით თქვენ უпроსორად კათოლიკები მუდმივად შეურაცხყოფას აყენებთ მამა ღმერთს, აჩვენებთ იმ იარაღს, რომელზეც მისი შვილი ესე წამებით მოკვდა. თუმცა ისინი ასევე ამბობდნენ, რომ ქრისტე არ იყო ხორციელი არსება, არამედ იგი იყო წმინდა სული, რომელიც ეჩვენებოდა უბრალოდ თავის მოწაფეებს და ხალხს როგორც ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი, თუმცა იგი ამას როგორც ასეც არ წარმოადგენდა და რა თქმა უნდა, არც ჯვარცმა ყოფილა ტანჯვა, იმიტომ რომ სული არ არის მატერიალური და მას არაფერი სტკივა. კატართა საზოგადოება იყოფოდა ორ ნაწილად. ეს იყვნენ უბრალო მორწმუნენი, კრედენტენს, ცხოვრობდნენ საერო ცხოვრებით და განსხვავდებოდნენ სულიერ ლიდერებისგან, ეგრეთ წოდებული სრულყოფილებისგან, ეგრეთ წოდებული პერფეტისგან. პერფეტები, ანუ სრულყოფილები იყვნენ ასკეტები, ვეგანები იყვნენ, თუმცა ერთადერთ დაშვებას აკეთებდნენ, თევზს ჭამდნენ, იმიტომ რომ ვერ გაარკვიეს თევზი ცხოველი იყო, მცენარე იყო, რა იყო, არ ვიცი რატომ, ზოოლოგიაში და ბოტანიკაში მოისუსტებდნენ და ალბათ მაგითო. ჰქონდათ ცელიბატი, აკრძალული ჰქონდათ სექსუალური ცხოვრება,
ატარებდნენ მუქ სამოს კაპიშონით, თავზე წამოცმული კაპიშონით, წელზე თოკი ჰქონდათ შემული, ამით რაღაც კათოლიკე ორდენების ბერებს გავდნენ და წვერს არიპარსავდნენ მამაკაცები. და იყო ძალიან საინტერესო მომენტი, რომ მათში ქალები და მამაკაცები სარგებლობდნენ ერთნაირი უფლებით. ანუ სრულყოფილად ცევა შეეძლო ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად სქესისა. ქონება არ ჰქონდათ მათ საკუთარი, რასაც შეუძლობდნენ და რასაც თქვათ აძლევდნენ მათ შემოწირულობის სახით, ისინი მომენტალურად არიგებდნენ ღარიბებში, ფასოდ კურნალობდნენ ავადმყოფებს, სადაც კი შედიოდნენ. მათ ახასიათებდათ non-violence, ანუ ისინი არამოძალადეები იყვნენ. არც ერთ სრულყოფილს არ შეეძლო מחვილის ხელში აღება, მათ არ შეეძლოთ ღალატი, არ შეეძლოთ სხვისი დასმენა, მათ არ უნდა დარჩენოდათ თვალი სხვის ქონებაზე, ისედაც ქონება არ ჰქონდათ, არ შეიძლებოდა ფიცი, არ შეიძლებოდა მოტყუება სხვა ადამიანის. ასევე, რა თქმა უნდა, ომში მონაწილეობა და ასე შემდეგ. სახარებიდან ისინი ყველაზე დიდ პატივს სცემდნენ მარიამ მაგდალინელს. თვლიდნენ, რომ მარიამი იყო ის მოწაფე ქრისტესი, რომლისგანაც ქრისტემ 4 დემონი განდევნა და ამის შემდეგ მარიამი გახდა მისი მუდმივი პარტნიორი. ყველგან და ყველაფერში. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი წერილობითი საბუთი კატარებს არ დაუტოვებიათ, არადა სადღაც არის, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს ხალხი ძალიან განათლებული იყო. ცნობილია, რომ ისინი წერდნენ, მაგრამ მოხდა ძალიან უცნაური რამ, რაზეც მე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ. არც ერთი ასოც კი მათი დაწერილი არ არის ცნობილი. ამან ხელფეხი გაუხსნა, რა თქმა უნდა, კათოლიკე მღვდლებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც მათ ემტერებოდნენ, ერეტიკოსებად მიიჩნევდნენ, ანუ ჭეშმარიტი რელიგიიდან განდგომილებად და ამბობდნენ, ეს ვიცით ჩვენ კათოლიკე მღვდლებისგან, დაეჯერებათ თუ არა, არ ვიცი. და ისე ვიმეორებ, მე აქ რასაც ყვები, მეგობრებო, ზოგიერთმა რაღაცა მისაყვედურა, რაღაცებში ვერ ერკვევი რა. მე აქ რასაც ყვები, ეს არ მოდის ჩემგან. მე ყვები იმას, რაც არის ცნობილი. ეს არ არის ჩემი თეორიები, ეს არ არის ჩემი გამოგონილი რაღაცა, ეს რაც იყო, იმის შესახებ ყვები. ეს იმათვის, ვინც ალბათ არა ყურადღებით არ მისმენს, ან ახლა დაიწყო ჩემი არხის ყურება და თეოლოგია ან რაღაც მოდელის მანტიის მომსხმელი ვგონი ვარ, არა, მეგობრებო, მე ვარ მეცნიერი, უბრალოდ რომელმაც შეისწავლა ეს საკითხი და მე გიყვებით იმას, რასაც მე-12-13 საუკუნეში ამბობდნენ კათოლიკე მღვდლები და კათოლიკე მღვდლები კი ამბობდნენ, რომ მარიამ მაგდალინელი ასე ამბობდნენო კატარებიო, რომ მარიამ მაგდალინელი იყო იესოს ცოლი, რომ იესო არ მომკვდარა ჯვარზე, რომ იგი იოსებ არიმათიელმა ჩამოხსნა, განკურნა და შემდეგ რომ არ დაეჭირათ იგი ებრაელებს თავიდან და ჯვარზე არ ეცვათ, მაგდალინელი და იესო გაიხსნა საფრანგეთში, რომელიც სადამდე საკმაოდ არც თუ ისე შორს იყო გალილეიდან. და აქ დასახლდნენ, აქ მათ ეყოლათ შვილი და შვილის მერე რა მოხდა და რა, ეს უკვე გზადაგზა ვნახოთ. კატარები ღიად უპირისპირდებიან რომის კათოლიკურ ეკლესიას და ძალიან ხშირად მათ შორის, ანუ კათოლიკე ბერებსა და სრულყოფილებს შორის იმართება ხოლმე კამათი და ამ კამათს ესწრება როგორც წესი სოფლის მოსახლეობა, ან ქალაქის მოსახლეობა. დიდი რაოდენობით ძალიან საინტერესო კამათია და ყოველთვის უგებიან კატარები. ადვილია მოუგო ადამიანს, რომელიც გასწრილია. კატარები ხო არ ხედავენ, ამას ხედავს გლეხი, მუშა, ხელოსანი, დიდგვაროვანი, რომ ისინი აღვირახსენ ცხოვრებას ეწევიან, ძარცვავენ ხალხს, დართმევენ მათ მიწებს, ეგერ მოგიყევით, რომ წყალსაც უკეტავენ. რა ვიცი, რას არშვებიან, რომ მოიხვეჭონ აქაური მიწიერი სიმდიდრე, რომელსაც კატარები საერთოდ არ აღიარებენ. და რა თქმა უნდა, ამ ბრძოლებში აგებდნენ. რას ქადაგებდნენ და რა მიქონდათ ადამიანებამდე კატარებს, მე უბრალოდ წავიკითხავ. ისინი ამბობდნენ, რომ ყოველგვარი მატერიალური არის სატანისგან და ეს ყველაფერი მატერიალური გახლავთ ბოროტება. არ აღიარებდნენ ძველ აღთქმას. იყვნენ ასკეტები. სქესობრივი კავშირები სრულყოფილებს შორის აკრძალული იყო, რადგან ბავშვის ჩასახვა ეს ძალიან საინტერესოა, წმინდა სულის მატერიალურ ბოროტ გარსში დატყვევებას ნიშნავდა. მიხდით ხო რაზეა საუბარი, ანუ ბავშვი რო იბადება, იგი როგორც ციხე იბადება წმინდა სულისთვის. და განწირული არის, რომ მთელი ცხოვრება იტანჯოს და ის სულიც ტანჯოს
რომელიც მასში დატყვევდა. ლოცვებიდან აღიარებდნენ მხოლოდ მამაო ჩვენოს, ეცვათ შავი ჯვალოს ბალახონები კაპიშონით და წელზე თოკით, უკვე თქვი, ქალები და კაცები არაფრით განსხვავდებოდნენ და ერთი და იგივე უფლებებით სარგებლობდნენ და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საკულტო ნაგებობები მათ არ ჰქონდათ, ამიტომ კატარები ხშირად ტყეებში, ღიაველებზე ატარებდნენ თავიანთ ლოცვებს, აქ იკრიბებოდნენ უბრალო საცხოვრებელ სახლებში ზოგჯერ. სრულყოფილები მთელ ქონებას უპოვრებს და ავადმყოფებს ახმარდნენ, მღვდელი და ეპისკოპოსი შეიძლება გამხდარიყო ნებისმიერი, ვისაც კი ამის ფიზიკური უნარი და ზოგადად სურვილი ჰქონდა. ეხლა რა რიტუალები ახასიათებდათ მათ? ხო ჰქონდათ რაღაც რიტუალი, ნებისმიერი რელიგია, ყველაზე მარტივიც კი, ალბათ ანიმისტური რელიგიებიც კი, იქაც რიტუალები ტარდებოდა. რა თქმა უნდა, კატარებსაც ჰქონდათ რიტუალები და ეს რიტუალები ძალიან საინტერესო იყო. მელიორამენტუმი. ანუ მორწმუნის მიერ სრულყოფილის წინაშე მუხლის დრეკა, მისალმება და კურთხევის თხოვნა, რაც სულიერი ავტორიტეტის აღიარებას გამოხატავდა სრულყოფილისადმი. კონსოლამენტუმი, ეს ძალიან საინტერესო რამ არის, ერთადერთი საიდუმლოა, როდესაც ნათლობა ხდებოდა ხელის უბრალო დადებით თავზე და ამ დროს თავისუფლდებოდა სული რეინკარნაციისგან და ადამიანს აყენებდა სრულყოფილთა რიგებში. მანიქეიზმიდან მოყოლებული და კატარებში განსაკუთრებით მთავარ დოქტრინას წარმოადგენდა რეინკარნაცია. ანუ ადამიანი იბადებოდა თავიდან, როდესაც გარდაიცვლებოდა, მისი სული გამოდიოდა და იგი განწირული იყო, რომ ახალ სხეულში ჩასულიყო, ახალ ბავშვში ჩასულიყო და ეს შეიძლება გაგრძელებულიყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. რეინკარნაციები რომ შეწყდეს, ამისთვის ადამიანი უნდა გახდეს სრულყოფილი. და ისწორედ კონსოლამენტუმის დროს ადამიანი ხდებოდა სრულყოფილი, მაგრამ ამავე დროს იგი ხელს აწერდა ძალიან რთულ ცხოვრებას. აი ამ შემთხვევაში თუ იგი უცოდველად გაივლიდა აი ამ პერიოდს, იგი რეინკარნაციებს შეწყვეტდა, ანუ იგი თავიდან აღარ დაიბადებოდა, მისი სული გათავისუფლდებოდა და ანგელოზებთან ერთად იფრენდა. ამ კონსოლამენტუმის ერთ-ერთი გამოვლენა იყო ასევე ძალიან საინტერესო კოვანენცა. კოვანენცას ასრულებდნენ მაშინ, როდესაც ადამიანი სიკვდილის პირას იყო. რამდენიმე დღიანი განწმენდა იყო უბრალოდ მომაკვდავი ადამიანის და როდესაც იგი მოკვდებოდა, უკვე მისი სხეულიც თავისუფლდებოდა რეინკარნაციებისგან. და იყო ასევე ენდურა. ენდურა ეს იყო კონსოლამენტუმის მიღების შემდეგ, იგი ნებაყოფლობით უარს ამბობს კვებაზე და შიმშილით კვდება. ეს არ ითვლებოდა თვითმკვლელობად. 1208 წლის 15 იანვარია მდინარე რონას ნაპირას არლის მახლობლად, არლი ეს დღესაც საკმაოდ დიდი ქალაქი გახლავთ რონას ნაპირებზე საფრანგეთში, სამხრეთ საფრანგეთში, პაპის სპეციალური ლეგატი, ცისტერციელი ბერი, პიერ დე კასტელნო ბორანს ელოდება, რათა მდინარეზე გადავიდეს. პაპის ლეგატი გახლავთ პაპის ოფიციალური უმაღლესი რანგის პირადი წარმომადგენელი, პირადი ელჩი, რომელიც იგზავნება კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტული მისიით. ეს ფაქტიურად იგივე პაპია. ლეგატის ენით თქვენ გელაპარაკებათ პაპი და მისი ძალაუფლება არქიეპისკოპოსებზე, ეპისკოპოსებზე მაღალია. 5 წელია უკვე გასული, რაც იგი პაპმა დაიქირავა და მოწყვიტა თავის საყვარელ ფონფრუას ულამაზეს მონასტერს, სადაც კასტელნო შვიდად ცხოვრობდა, ბერული ცხოვრებით, მოყავდა, ავიცი რა მოყავდათ იქ. ჯერ კარტოფილი და პომიდორი არ იყო, მე-13 საუკუნეა, მე-12 საუკუნეა. ოქსიტანიაშია ფონფრუას სააბატო, ნარბონიდან სულ 15 კილომეტრშია და ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება იქ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ხიფათებში არის ეს 5 წელია. პაპი თვითონ ეს ინოჩენტო მესამე, ინოკენტი მესამე იგივე. პაპთა შორის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პაპია. იმიტომ რომ იგი არ იყო მხოლოდ მორწმუნეთა მამა, იგი იყო საკმაოდ სერიოზული პოლიტიკოსი, რომელიც გავლენას ახდენდა მთელს ევროპაზე. რომელიც სხვა შორის მხოლოდ 55 წლის ასაკში იყო, როცა გარდაიცვალა, მაგრამ უამრავი რამ მოასწრო. ერთ-ერთი რაც მას ძალიან უადვილებდა მთელი ევროპის დამორჩილებას, ეს გახლდათ, არ ვიცი როგორ, მაგრამ ინტერნეტი მაშინ არ იყო, პოსტა არ იყო, არც UPS-ი იყო და არც Hermes-ი. იგი ძალიან სწრაფად
შეეძლო მას ინფორმაციის გადაცემაც და მიღებაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოგესალმებით ინფორმაციას ვინც ფლობს ის ფლობს ძალაუფლებას, ასე რომ ეს პაპმა ალბათ ყველაზე ადრე გაიგო და რაღაცნაირად ისეთნაირად დააწყოს თავისი საშიკრიკე სამსახური რომ ისე ვიმეორებ იგი ძალიან სწრაფად იგებდა რა რეგიონში რა ხდება და როგორ ხდება. კასტელნოსთან ერთად არის კიდევ ორი ადამიანი, ეს არის ბერილ რალფი, რომელიც ასევე ცისტერციანთა ორდენის წარმომადგენელია და ასევე არნოლდ ამალრიკი, იგივე არნო ამორი. დავიმახსოვროთ ეს სახელი ჩვენ წინ დაგვხვდება იგი. პაპის ინტერესებს წარმოადგენს იმ პერიოდში ტევტონების მიერ ჩრდილოეთის მიწების დაპყრობა. ავრცელებენ ქრისტიანობას, ეს რა თქმა უნდა ამას პაპი მიესალმება. იგი დააფიქსირებს რა ინგლისის მეფეების ურჩობას, რაღაცებში შეეწინააღმდეგენ, განკვეთავს მთელს ინგლისის ეკლესიისგან. ეს განკვეთა ძალიან რთული რამ არის. ანუ შენ არ ხარ ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ურთიერთობა, შენ ხელჩამოურთმეველი ხარ, შენ თან დადებული ფიციც, მტკიციც, ყველაფერი განულებულია. ეს ძალიან მძიმედ აწვებოდა სამეფოებსაც კი. წარმოიდგინეთ, ერთი ადამიანის მიერ დაწერილი ბულა, ანუ განკარგულება თელ სახელმწიფოს ხევდა უკან. ინგლისმა უკან დაიხია და პაპმა დაუბრუნა თავისი მფარველობა და ამ დროს გამოძვრა საფრანგეთის მეფე ფილიპე ავგუსტუსი, რომელმაც დაუწყო ჩხიკინი ინგლისს. პაპმა უთხრა ნუ ჩხიკინებო ინგლისო, ისინი ჩემთან დაბრუნდნენო. ფილიპემ დაიკიდა, ზოგადად იცით თქვენ რომ ინგლისსა და საფრანგეთს შორის მუდმივი პერმანენტული ომი იყო. ეგრე არ უნდაო და პაპმა ახლა ფილიპე ავგუსტუსი განკვეთა და ნუ ფილიპე მიფიქრა არა ეს კაი საქმეო და წავიდა პაპს ჩაუვარდა მუხლებში, პაპმა უთხრა რომ კარგი ჩანდაბა შენი თავი, ისე დაგაბრუნებ ეკლესიის მფარველობის ქვეშო. აკურთხა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელმაც ბიზანტია აიღო. მოგეგეს გახსოვთ თქვენ მე როდესაც ტამპლიერებზე მქონდა საუბარი ჯვაროსნულ ლაშქრობებში და აი ამ ვიდეოში ნახეთ აუცილებლად, ძალიან საინტერესო ვიდეოა. ბიზანტია როგორ დააქციეს ჯვაროსნებმა. მიწასთან გაასწორეს, გაძარცვეს და დააწვეს და დააოხრეს და ისე წამოვიდნენ იქედან. გამოსცემს კიდევ ერთ ბულას, რომელიც წამოეწევა მთელს ევროპას და შოკში ჩააგდებს ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ებრაელებს ეკრძალებათ დღეის ამას იქიდან, ბულის გამოქვეყნებიდან ნებისმიერ თანამდებობაზე მოღვაწეობა. რატომ? იმიტომ რომ მათ ქრისტე აწამეს და მათ არანაირი უფლება არ აქვთ ქრისტიანების ბედი გადაწყვიტონ. ასეთი ადამიანის დამამცირებელი კანონი რამდენიმე საუკუნე ზოგიერთ ქვეყანაში მუშაობდა. და სწორედ აი ამ დროს აი ასეთი ძლევამოსილი პაპი ყავს და ამის ყურის ქვეშ, სადღაც სამხრეთ საფრანგეთში, უმდიდრეს მხარეში, უკარგეს და ულამაზეს ხალხთან ყალიბდება ერეტიკული გარემო, რომელიც 300-ზე უშვებს პაპის მიერ გამოცემულ ნებისმიერ ბულას, ნებისმიერ კანონს, ნებისმიერ შეთავაზებას. ლანგედოქს განაგებს ტულუზის გრაფი რაიმონდ მე-6. იგი არის ერესისადმი საკმაოდ ტოლერანტული, იგი მიიჩნევს, რომ კატარები არაფერს არ აშავებენ, რომ ეს ჩვეულებრივი ხალხია, რომლებიც პირიქით უმსუბუქებენ ღარიბ ადამიანებს ცხოვრებას, უმსუბუქებენ ავადმყოფებს ცხოვრებას, სიკეთისმეც არაფერს აკეთებენ, მათგან არ არის მოსალოდნელი, რომ ზურგიდან მოგეპარება და მახვილს ჩაქცემს ზურგში, კათოლიკებისგან კი ეს ყველაფერი მოსალოდნელია. მით უმეტეს იმ ეპისკოპოსებისგან, რომლებიც იქ ბოგინობენ და ისე ვიმეორებ, ადამიანების ძარცვის მეც არაფერს არ აკეთებენ, არანაირ სულიერება მათში არ არის. ამიტომ იგი ტოლერანტულად ეპყრობა კატარებს, ამას რა თქმა უნდა გაიგებს პაპი და სწორედ აი პიერ დე კასტელნოს მეშვეობით ცდილობს რომ აი ჯგუფის მეშვეობით ცდილობს რომ ისინი რაღაცნაირად ალაგმოს. იგი ცდილობს რომ იყოს სანთ როგორც თვითონ უწოდებს თავის თავს კასტელნო იყოს სანთელი ერესის ბნელ გარემოში, იგი უჩიჩხინებს კათოლიკე ეპისკოპოსებს რომ ცოტა გაინძრენ და ფულის კეთების და მევახშეობის გარდა რაღაცა სულიერებაზეც იფიქრონ რომ იქნებ მოატრიალონ ხალხი თავისკენ, ხალხი კი მიტრიალებული არის თავიდან ბოლომდე კატარებისკენ. კატარი სამღვდელოებისთვის ეს ჯგუფი არის მლიქვნელი, პატარა რომაელი ბერების
რაღაცა ჯგუფი, რომლებსაც უბრალოდ არც კი აქცევენ ყურადღებას, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ მათთან ჰქონდათ ესეთ სახალხო კამათი და ამ კამათის შემდეგ თვითონ ხალხმა ისე წააგეს კამათი აი სამეულმა, რომ თვითონ ხალხმა აიძულა რამდენიმე ქალაქიდან წასულიყვნენ. და ბეზიეში ეს ერთ-ერთი დიდი ქალაქი იყო, ციხე ქალაქი იყო იმ დროინდელი, ბეზიეში ცუდი რამ დაემართა, ძლივს გამოასწრეს, იქიდან ხალხი მოკვლას უპირებდა. დაიმახსოვრეთ ამ ქალაქის სახელი. მოკლედ 5 წლის უნაყოფო სიარული და მუდმივი შიშით გადაღლილმა პიერმა პაპს მისწერა, რომ ეს ყანები მზად არ არის მოსავლისთვის, აქ სარეველა ხარობს. კათოლიკე ეპისკოპოსები უგუნურნი არიან, ისინი მემუხოჭელობის მეც არაფერს აკეთებენ, მართველები კი რაიმონდ მე-6-ის სახით თვალთმაქცნი და ეშმაკნი, რომლებიც ფარველობენ ერეტიკოსებს. ლეგატმა დაასკვნა, რომ ჭეშმარიტების ქადაგება ამ ხალხთან ფუჭი ამბავი იყო, შეაყარე კედელს ცერცვი იყო და მათში იმდენად იყო გამჯდარი ერესი, რომ მისი გამოდევნა მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლით და מחვილით თუ შეძლებდა ვინმე. სხვა შორის ამაზე წმინდა დომენიკეც მიუთითებდა პაპს და ამ კათოლიკე წმინდანის სახელთან არის დაკავშირებული სამწუხაროდ კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უსასტიკი ორგანიზაცია. რომლის შესახებაც მე ქვემოთ მოგიყვებით და ალბათ რომელიც იყო წინამორბედი ბევრი იმ უბედური ორგანიზაციისა, რომელიც დღემდე ძალიან ბევრ ქვეყანაში განაგებს სიტუაციას. აბი პირადად რაიმონდ მე-6 ტულუზელთან მიავლენს აი ამ სამკაციან ჯგუფს, რათა კონკრეტულად და აი ესე კაცრად დასვა საკითხი, რომ მან შეწყვიტოს კატართა თავზე ხელის გადასმა. მაგრამ რაიმონდ მე-6 ძალიან კარგ პოზიციაშია. იგი მართალია გაცილებულია უკვე რიჩარდ ლონგულის დას, ცოლად ყავს მოყვანილი არაგონის ძალიან ძლიერი სამეფოს მეფის პედრო მეორეს ქალიშვილი. პედრო ერთ-ერთი უძლიერესი არმიის მფლობელი არის სამხრეთ ნაწილში ევროპის, იგი ძალიან ბევრ ომებს იგებს. ბარსელონას მმართველია და ბარსელონა იმ დროისთვის უმდიდრესი ქალაქია, იგი დევს სავაჭრო გზებზე და პედროს ძალიან კარგი პოზიცია აქვს ყველა მიმართულებით. ამიტომ თუ იგი რიჩარდ ლონგული ოდნავ ჩამოცილდა რაიმონდ მე-6-ს, სამაგიეროდ აგერ პედრო ყავს, რომელიც შენ ოღონდ დამიძახეო სიძეს ეუბნება და ეგრევე შენთან ვარ რავალათასიანი არმიითო. ამით გულ გამაგრებული რაიმონდი პაპის მსტოვრებს ეუბნება საკმაოდ უკმეხად. მე თვითონ კათოლიკე ვარ, ძალიან კარგად მესმის რა არის ერესი და რა არ არის ერესი. მე ამ ადამიანებში ცუც ვერაფერს ხედავ, ისინი სიკეთის მეც არაფერს აკეთებენ. პაპი რომ ამ ამბავს გაიგებს, წამოაწევს კვლავ წერილს და ეტყვის, რომ ეხლა ძალიან სერიოზულად დაელაპარაკეთ. აი იმაზე სერიოზულად აღარ დაველაპარაკოთ, რომ მოკლედ ეხლა პაპის ბრძანება დაბრუნდებიან რაიმონდ მე-6-სთან და ეტყვიან, რომ აიო პაპმა თქვა, რომ ეგრე არ გამოვაო. ეგენი უნდა ან გაყაროთ, ან მოკლათ ანისა და ერესი დამთავრდეს თქვენთანო და ამათ რამდენჯერ უნდა მოხვიდეთ თქვენ აქაო და წიხლის ყრით და რუსული გემის მიმართულებით გაყრის ამ სამ ადამიანს და მე როგორც გითხარით, პაპის პრელატი ეს იგივეა, რაც თვითონ პაპი რო გააგდო სასახლიდან. 1208 წლის 15 იანვარს პაპის პრელატი არლის სიახლოვეს მდინარე რონაზე გადაცვლის მოლოდინში ზის და მას მხედარი უახლოვდება. ისინი ცოტა ხანი ლაპარაკობენ, შემდეგ მხედარი წავა, გაუჩინარდება და როდესაც ბორანი მოადგება მდინარეს, მხედარი უცებ გამოვარდება საიდანღაც, შუბს ატაკებს კასტელნოს, მოკლავს პაპის პრელატს და გაუჩინარდება. ანუ ხდება საზარელი რამ, კლავენ ფაქტიურად პაპის მარჯვენა ხელს. პაპმა რა თქმა უნდა მკვლელობის ორგანიზატორად მომენტალურად ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დაასახელა ტულუზის გრაფი რაიმონდ მე-6, ის ეკლესიიდან განკვეთა და დაუყოვნებლივ გამოაცხადა პირველი ომი. პირველი ჯვაროსნული ომი, რომელიც ქრისტიანებმა ქრისტიანების წინააღმდეგ მოაწყეს ევროპაში. ეს იყო უზარმაზარი ტრაგედია. ინოჩენტე მე-3-მ 1208 წელს გამოიყენა სახელი ალბიგოური ომები, ეს გახლდათ ლანგედოკის ერთ-ერთი ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი კატარიც ცხოვრობდა, სახელად ქალაქს ერქვა ალბი
და აქედან გამომდინარე ალბიური ან ალბიგოური ალბიგენზეს ასეთი სახელით არის ცნობილი ეს ომები, რომლებიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა და რომლებმაც მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირეს. ამ ომების ქრონოლოგიას უნდა მივყვეთ, რათა გავიგოთ რაღაცეები, რომელიც ბოლოში გამოჩნდება. კატარებისთვის იარაღის ხელშეაღება არ შეიძლება, ანუ ვისე ომებიან კათოლიკები, ისევ კათოლიკებს. პაპმა შეკრიბა ჩილოელი დიდებულები, ჯვაროსნების მეთაურები და მათ აღუთქვა, რომ ყველანაირ ცოდვას მოუხსნიდა და უმდიდრესი სამხრეთის მიწები, რომლებსაც ისინი დაიპყრობდნენ, მათ მფლობელობაში გადავიდოდა. ისევე როგორც წმინდა მიწაზე ბრძოლების დროს. ალბიგოური ლაშქრობისთვის და ამ მდიდარი მიწების ხელში ჩასაგდებად მთელი ევროპიდან ჩადიან ჯვაროსნები, აქ არიან გერმანელები, ბელგიელები, ავსტრიელები, ინგლისელები, ბურგუნდიელები, პატარ-პატარა მიწების წარმომადგენლები, სულ 10,000-მდე კარგად აღჭურვილი მძიმე ფეხოსანი და კავალერია. რომ ვიცოდეთ, რას წარმოადგენს ჯვაროსანი რაინდი, შეგვიძლია უბრალოდ შევადაროთ მცირე, კარგად დაცულ ჯავშნიან მანქანას. ოღონდ რომლის დამარცხებაც ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ამ ჯავშნიან მანქანას მოვლა სჭირდება და მოვლა სჭირდება პირველ რიგში ცხენები, რომლებიც იმდროინდელ ტრანსპორტს წარმოადგენენ. ზოგჯერ ცხენს აჭირდებოდა მკურნალობა, ისევე როგორც მანქანას. ხოლო როცა მანქანა ჭირვეულობას იწყებს, პირველი კითხვა რაც თავში გიტრიალებს არის, ვინ შეაკეთებს მას? პასუხი მარტივია: ის, ვისაც შენი მოდელის 500-ზე მეტი მანქანა აქვს შეკეთებული. გადმოწერე ეს აპლიკაცია, გამოიძახე ავტოასისტენტი, რომელიც მანქანას წაიყვანს და შეამოწმებინებს საუკეთესო ხელოსანს, მისგან გაიგებთ რა არის გასაკეთებელი და რა დაგიჯდებათ მომსახურება, ხოლო თქვენი თანხმობის შემდეგ იწყება მანქანის რემონტი, მომსახურების ყველა ეტაპზე ხელოსანი გიგზავნით ფოტოებს, ასე რომ ზუსტად იცით თუ რა ხდება თქვენი მანქანის თავს. ქარო არ გახლავთ უბრალოდ მანქანის შეკეთების სერვისი. იგი თქვენი დროის და ნერვების დაზოგვის გარანტია. ჩრდილოელი დიდებულები და ჯვაროსნები ლიონში იკრიბებიან და რონას ნაპირების გაყოლებით იწყებენ სვლას სამხრეთისკენ. სანოვაგე და ძვიმე ტვირთი მდინარეზე ნავებით მიყვებათ, ხოლო ჯარები რაღაც ნაწილი მათ ვალანსში უერთდებიან და მთელი ეს გიგანტური არმია თავისი მცველებით, მოახლეებით, სარსულსაცანოვაგით, აღჭურვილობით იძურება ლანგედოკისკენ. ომის სულიერ და სამხედრო ლიდერად რომის პაპი არნოლდ ამალრიქს, იგივე არნო ამორს ნიშნავს, გახსოვთ, რომელიც ახლდა კასტელნოს. სხვათა შორის ამალრიქმა სრული მხარდაჭერა მიიღო ჩრდილოელი დიდებულისგან, სიმონ დე მონფორისგან. ჩვენ სიმონს კიდევ რამდენჯერმე შევხვდებით, ის გახლდათ ჯვაროსნების უაღრესად ნიჭიერი და უკომპრომისო და ასევე ძალიან სასტიკი სარდალი. 1209 წლის 18 ივნისია. ტულუზის გრაფი რაიმონდ მე-6 იძულებული ხდება წელზემოთ შიშველი ეახლოს ჯვაროსნებს და ხალხის წინაშე მოინანიოს ცოდვები, რით მას გაროზგავენ. მიაყენებენ ძალიან დიდ შეურაცხყოფას. და ასევე აიძულებენ რომ შეფიცოს პაპს ერთგულება და ჯვაროსნებს ერთგულება. იგი შეფიცავს ამას ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ დაბრუნდება თუ არა სასახლეში, კვლავ ერეტიკოსების ხარეს დგება. და უახლოვდებით ძალიან საინტერესო და ტრაგიკულ მომენტს. 1209 წლის ივლისში ჯვაროსნების არმია მიადგება ბეზიეს. ესეთ კარგად დაცული ქალაქია, ის პირველი ქალაქია, რომელიც მათ ხვდებათ. და სიმაგრე კარკასონის გზად არის. ბეზიეს ეპისკოპოსმა რათა სისხლისღვრა აეცილებინა, ქალაქში ბინადარ კატარებს შესთავაზა, ქალაქი დაეტოვებინათ, ამ ტერს ჩაბარებოდნენ ისე რომ მოენანიებიათ თავიანთი ცოდვები. მაგრამ ქალაქის მცველებმა, კათოლიკებმა უარი განაცხადეს თავიანთი თანამოქალაქეების, სხვა რწმენის ხალხის ჯვაროსნებისთვის ჩაბარებაზე და გადაწყვიტეს რომ ქალაქი დაეცვათ, რადაც არ უნდა დაჯდომოდა და დაეცვათ, რა თქმა უნდა, კატარები. აქ ერთი ძალიან ცუდი რამ მოხდა, რომელსაც შემდეგ სათავე დაუდო ძალიან დიდ ბოროტებას. რამდენიმე ათეული ციხის მცველი ღამით გამოვიდა გალავნის კარიბჭიდან, მიეპარა იქვე ახლოს დგომ პატარა რაზმს ჯვაროსნებისას და ამოხოცა ისინი. მაგრამ ჯვაროსნებმა მოასწრეს თავის თანამოძმეების გაფრთხილება, წამოიშალა მთელი არმია. რა თქმა უნდა, ეს რამდენიმე ათეული ადამიანი უკუაგდეს, მაგრამ ამ უკუგდებასთან ერთად მათ, როდესაც უნდა შეესწროთ კარიბჭეში, მათ შეყვრა ეგრეთ წოდებული დაქირავებულთა არმია.
ანუ იყვნენ ჯვაროსნები, ეს იყო დღევანდელი თქვა მძიმე артиლერია და ეს იყვნენ დაქირავებულები, რომლებიც უბრალოდ ხანჯლებით იყვნენ შეიარაღებულები. მათ არ ქონდათ აბჯარი და ასე შემდეგ ეს რკინებში ჩასმულები არ იყვნენ და ცხენები არ ყავდათ და აი ესენი და კარგად თავზე ხელაღებული ხალხი იყო, იმიტომ რომ ისინი ბევრს არ იღებდნენ. ნაძარცვი რაც რჩებოდა, ის იყო მათი, ანუ ხელფასებს მათ არ უხდიდნენ. ამიტომ შეყვნენ აი ამ გაქცეულ მცველებს და იქ მოაწყვეს საშინელება. კატარები ჟლიტეს ქალაქის მცველები, განძი რაც იყო ყველაფერი მოფხიკეს და გაიტანეს. ამალრიკს კითხეს, რომ დავიწყოთ ახლა ხოცვა ამ ხალხისო, როგორ გავარჩიოთ? აქ კათოლიკებიც არიან და კატარებიცო და ამალრიკმა მაშინ უპასუხა ესე ძალიან ცნობილი საზარელი ფრაზით: დახოცეთ ყველა, ღმერთი თვითონ გაარკვევს ვინ არის მისიანი. და ესე ხელფეგახსნილი ჯვაროსნები მიადგნენ და თუ კი რამე ცოცხალი ნახეს, ჩვილი ბავშვიდან დაწყებული, უმწეო მოხუცით დამთავრებული ყველა დახოცეს. ადამიანები აფარებდნენ თავს, ორი დიდი ეკლესია იყო იქ, ერთი სახელი არ მახსოვს, მეორე მარიამ მაგდალინელის სახელობის, ზოგადად ამ მხარეში მარიამ მაგდალინელი ძალიან პოპულარული იყო, სამხრეთ საფრანგეთში ძალიან საინტერესოა და იქ 7000-მა ადამიანმა შეაფარა თავი, უზარმაზარი მონასტერი იყო. 7000 მოკლეს. სუმთლიანად როგორც ვარაუდობენ 30-დან 35,000 ადამიანამდე მოკლული ამ პატარა ქალაქში. ნუ წარმოგიდგენთ იქ რა ხდებოდა. სიცხლე იგრძნო, ხო, აბა შეჭამსო, სულთა ეგ ვარიანტია, აქედან ეს სისხლნაყლაპი ჯვაროსნთა არმია დაიძრა კარკასონისკენ. კარკასონი არის საოცარი, დღესაც როდესაც ალბათ მე არ მაქვს ნანახი, მაგრამ ფოტოებით და ვიდეოებით ვიცი, ალბათ დღესაც რო ხედავ კარკასონის აი ამ სიდიადეს ალბათ ტანში გაჟრიალებს, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელი ფორტიფიკაციული ნაგებობაა, თავისი ორმაგი კედლებით, სათოფურებით, საომარი კოშკებით, შიგნით იდგა ტრებუჩეტები, ანუ ქვის სასროლი იარაღები. ქალაქი კარგად არის დაცული არის ბუნებრივათაც, იგი აუღებელი ციტადელის შტაბ-ბიჭდილება სტოვებს და ერთი მომენტია. ბეზიედან მაინც გაიქცა ხალხი. ისინი ყვებიან საშინელებებს თუ რა ჩაატარეს ჯვაროსნებმა იქ და ის რა თქმა უნდა, როცა ასეთ საშინელებებს გიყვებიან, იქ мотивация საერთოდ ნულზეა და კარკასონში გამაგრებული მცირერიცხოვანი ჯარის ხელმძღვანელი გახლავთ 25 წლის ვიკონტ რაიმონდ როჟე ტრანკაველი. რაიმონდი ეთყობა ზოგადად სამხრეთ საფრანგეთში პოპულარული სახელი, კიდე ბევრი რაიმონდი შეგვხვდება ქვემოთ. და იგი გადაწყვეტს, რომ იქნებ რაღაცნაირად ხალხი გადაარჩინოს და დაიწყებს მოლაპარაკებებს. ჯვაროსნები აღუთქვამენ სიცოცხლეს ყველას, ვინც მოინანიებს, ვინც გამოვა, ჩაბარდება ტყვედ და მათ გაუშვებენ და მართლაც ასე მოიქცევიან. ყველა ვინც გამოვიდა, მოინანია, აღიარა რომ თქვათ პაპი არის მთავარი და კათოლიციზმი არის მთავარი რელიგია, ისინი გაუშვეს, მაგრამ გაუშვეს როგორ? სრულიად გააშიშვლეს ბავშვები, ქალები, მოხუცები, მამაკაცები. მაგრამ გაშიშვლებას ვინ დაეძებდა, მაინც ივლისი იყო, ივლისის შუა რიცხვები, ალბათ ახლა როგორც დღეს ცხელა ისე არ ცხელოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ხალხმა ცოცხლებმა გააასრეს მთავარია. რაიმონდ როჟე ტრანკაველის არაუსრულეს პირობა, იგი დაიჭირეს, გამოამწყვდიეს ერთ-ერთ კოშკში და იგი რამდენიმე კვირაში დაიღუპა, ან დიზენტერია დაემართა. ნუ არ არის გამორიცხული პრინციპში, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ მოეკლათ. კარკასონის აღების შემდეგ მათ მეთაურად ინიშნება სიმონ დე მონფორი. და იწყება კატარებისგან ოქსიტანიის გაწმენდის შემდეგი ეპოპეა, რომელიც საკმაოდ სისხლიანი გამოდგა. პირველი მინერვის ალყა 1210 წელი ივნისი. 6 კვირიანი ბლოკადის შემდეგ მინერვის ციხესიმაგრე ეცემა, ციხის გალავანთან ჯვაროსნები ანთებენ გიგანტურ კოცონს, კატარებს ეუბნებიან სრულყოფილებს. ან თქვენ უარს ამბობთ კატარიზმზე, ან აგერ არის ცეცხლი და შებძანდით. 150 კატარი ხმის ამოუღებლად შედის ცეცხლში. ტერმის ციხესიმაგრე იცავს რაიმონდ დე ტერმი. აქაც რაიმონდია. 20 რაინდითა და 450 მებრძოლით. 4 თვის განმავლობაში ტერმის ციხე დგას და არ ეცემა. როდესაც წყლის რეზერვუარები იცლება, რაიმონდი გადაწყვეტს, რომ მოლაპარაკებაზე წავიდეს. იგი დაელაპარაკება სიმონ დე მონფორს და აღუქვამს, რომ 2-3 დღეში ჩვენ გამოვალთ იარაღ ჩაგაბარებთ და ჩაგბარდებითო. და ის არის, რომ დაიწყონ ჩაბარება,
ამოვარდება ქარიშხალი, წამოვა თავს ხმა წვიმა, მთელი დღე იწვიმებს, აავსებს რეზერვუარებს და მონფორი დარჩება პირში ჩალაგამოვლებული. გადის კიდევ ერთი კვირა და მონფორი მიხვდება, რომ ამ ციხესიმაგრის აღების თავი მას არ აქვს, ისევ ჯობს დარჩეს აუღებელ ციხესიმაგრედ. წავალ და სხვა ციხესიმაგრეები მელოდებაო და ის იყო რომ და დაიძრას იქ ტიპები ეთქვიან რომ უყურებთ არავინ რაღაც არ ჩანს იქ ხალხი. რანაირად არ ჩანს ჩვენ თვალით ალყა გვაქვს დარტყმული. საწავიდნენ. მართლა შეიპარებიან ჯაშუშებში გადაუშვებენ ნუ თავის სიცოცხლის რისკის ფასად და ჩაიხედავს ხალხი და მართლა არ არის არავინ. აღმოჩნდა რა რომ რაიმონდის ჯარისკაცებს დაეწყოთ დიზენტერიის შეტევა. რეზერვუარებში ყოფილან ვირთაგვები და როდესაც წყლით აივსო რეზერვუარები, ისინი რა თქმა უნდა დაიხრჩენ, დაიწყეს ხრწნა და წყალი გაფუჭდა. ეხლა ტრაწიანი არმიით რისი მომგები იყო რაიმონდი და იქვე არსებული გვირაბებით მან გაიყვანა მთელი ეს 470 ადამიანი გაიყვანა ციხესიმაგრიდან და წავიდნენ ისინი სხვა ციხეში, კერძოდ კორბიეში. თუმცა კორბიეს ძალიან მალე მიადგა მონფორი და ძალიან სწრაფად დაიღო. ამ 470 მეომართან ერთად იყვნენ, რა თქმა უნდა, კატარებიც და ამ ციხესიმაგრეში, როგორც ვარაუდობდნენ, ისინი მალავდნენ თავიანთ განძს და ხელნაწერებს. კატარებმა ყველაფერი გაიტანეს აქედან. იმავე წელს ჯვაროსნებმა ალყაში მოაქციეს პუელორონის ციხესიმაგრე, რომელიც 680 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან და აუღებელ ციხესიმაგრად ითვლებოდა და აი თქვენ ხედავთ მართლაც რაღაცა წარმოუდგენელი ფლატეზე დგას, ხო, მაგრამ აუღებლობასთან ერთად მას ჰქონდა ერთი მინუსი. შეუძლებელი იყო დიდი რაოდენობის სანოვაგის და წყლის დასაწყობება და აქედან გამომდინარე ძალიან მალე ეს სტრატეგიული ციხესიმაგრე დაეცა. შემდეგი იყო ლავორი. ლავორის ალყა დაიწყო 1211 წლის მარტში და გაგრძელდა მაისამდე. ციხესიმაგრეს მეთაურობდა კატარების მფარველი დიდებული ქალბატონი გეროდა დე ლავორი, დამა გეროდა, თავის ძმასთან აიმერი დე მონრეალთან ერთად. დაძმა ცნობილი იყო იმით, რომ მათ მთელი თავიანთი სიმდიდრე გადასცეს კატარიზმის მიღების შემდეგ ღარიბ ადამიანებს, გააკეთეს ავადმყოფოები, უვლიდნენ მომაკვდავებს, ძალიან უყვარდათ ისინი ხალხს და ლავორის ციხე, აი სწორედ ხალხის დაცვით, 3 თვის განმავლობაში მედგრად ეურჩებოდა მონფორის ჯარს. მონფორმა საბოლოოდ გამოიყენა კატაპულტები, კედლის სამტვრევი ტარანები და ამის საშუალებით გაანგრია ეს კედლები და აიღო ერთის შეხედვით აუღებელი ლავორის ციხესიმაგრე, მან ქალბატონი გეროდა ჩააგდო ორმოში და ეს ორმო დაფარა ქვებით. როგორც ამბობენ, დღეების განმავლობაში ისმოდა დამა გეროდას კივილი, დღესაც კი ნისლიან ამინდში, როდესაც თვალთან თიც ვერ მიიტან, მისი ხმა კვლავ ისმისო. აქვე 400 კატარი ცოცხლად აიყვანეს, მათ შესთავაზეს რომ მათ მიეღოთ კათოლიციზმი, მაგრამ მათ უარი განაცხადეს და ისინიც გიგანტურ კოცონში ისე შევიდნენ, რომ არც კი დაუკნესიათ. როცა ამ მასალას ვამზადებდი, ძალიან საინტერესო ცნობას გადავაწყდი, რომ 1999 წელს ქალაქ ტულუზაში არემონტებდნენ ჰოსპიტალიერთა ორდენის შენობის ჭერს. და სხვენში იპოვეს უცნაური ყუთი. ყუთზე ზემოდან იყო ბარელიეფი, სადაც იყო ქალი გამოსახული, ციხესიმაგრე და მთის რელიეფი. ძვლების საშუალებით დადგინდა და ასევე ბეჭდის საშუალებით დადგინდა, რომ ეს იყო დამა გეროდას, ანუ გმირი კატარი ქალის ძვლები და როგორ მოხვდა იგი ტულუზაში ქვის ყუთში და ჰოსპიტალიერთა სხვენში გაუგებარია. ნუ ერთი ვერსია არსებობს იმის, რომ თვითონ ჰოსპიტალიერები, რომლებიც ტამპლიერების ერთ-ერთი შტო იყო, როგორც ჩანს, მათ შეეცოდათ ეს მამაცი ქალი, ამოიღეს მისი ნეშტი, ჩადეს ყუთში და თავიანთან ჰქონდათ ესე ჩუმად შენახული. 1213 წელი სიმონ დე მონფორი ჯვაროსნებთან ერთად ოქსიტანიის მთავარ ქალაქს ტულუზას უახლოვდება. ტულუზაში ძალიან ბევრი კატარი ცხოვრობს და მათ დასაცავად, რა თქმა უნდა, რაიმონდ მე-6 ჯარს კრიბავს და ემზადება ტულუზის დასაცავად. ასევე იგი გაგზავნის შიკრიკს თავის სიმამრთან, არაგონის მეფე პედრო მეორე-სთან და პედროც დიდ ძალით ჯარით ბარსელონადან გამოდის სიძის დასახმარებლად. ანუ უცნაური სიტუაცია იქნება, ეხლა რომ დაუკვირდი ადამიანი, ხო? მოდის პედრო არაგონელი, კათოლიკე, წარე კათოლიკე
მას სიძე ეძახის, ასევე კათოლიკე, ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ამბობს, ზემოდან მოდიან ჯვაროსნები, რომლებიც არიან კათოლიკები და ეს სამი არმია უნდა დაეტაკოს ერთმანეთს, ვისე კატარების გამო, ერეტიკოსების გამო. ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება ხოლმე კაცობრიობის ისტორიაში. მთელი ისტორია ხო ომებია, იდიოტური ომები, ხოცავთ და ვჟლიტავთ ერთმანეთს, მაგრამ ზოგიერთი ომი მართლაც ზოგიერთი ძალიან სამართლიანია, როგორც დღეს მაგალითად უკრაინაშია, როგორც ჩვენთან იყო, როცა ჩვენ თავს ვიცავდით და ასევე სამართლიანი არის რაიმონდის და არაგონის მისწრაფებებიც, ხო, მათ უნდა დაიცვან საკუთარი მოსახლეობა მომხდური მტრისგან, თუნდაც ერთ მორწმუნესგან. ჩვენ ესეც გავდილი გვაქვს და დღეს უკრაინა გადის ამას. ერთი ცუდი ჩვევა აქვს პედროს სმა უყვარს და მაინც ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, აი მეორე დღეს რო დიდი ბათქი უნდა იყოს, პედრო მაგრა გამოთრება, ერთ ხუთ ქალთან ერთად განმარტოვდება და დილით პახმელიაზე ვერ ჩაიცმევს მუზარადს და აიმრკინის აღჭურვილობას. რთულია ხო, ეხა ხმლის ქნევაც რთულია პახმელიაზე და კიდე იმრკინებს რო გაცმევენ და თან ზამთარია უკვე. იმრკინებში ზაფხულში ცხელა, ზამთარში ცივა, ხო, ეხა გამათბობელს არავინ დაგიყენებს. ამიტომ პედრო გადაწყვეტს, რომ ეხა რა უნდა მომივიდესო და ასე შიშველი, უბრალოდ ჯაჭვის პერანგით გავა საბრძოლველად. მას თან ყავს უზარმაზარი ჯარი, ანუ 20,000 კაცამდე ჩამოიყვანა. იქედან ჯვაროსნების რაოდენობა და პლუს რა თქმა უნდა რაიმონდის ჯარისკაცები, ხო? ჯვაროსნების რაოდენობა სამჯერ ნაკლებია ვიდრე აი ამ დამხდურებისა. აქედან გამომდინარე პედრო და რაიმონდი თვლიან, რომ ჯვაროსნებს ძალიან ადვილად დაამარცხებენ. და სწორედ პედროს პახმელია გახდება იმის მიზეზი, რომ ასე არ მოხდება, როგორც ისინი ფიქრობდნენ. პედროს კლავენ პირველივე ბრძოლაში და ამას როცა მისი არმია დაინახავს, გარბის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სამჯერ მეტი არიან ვიდრე ჯვაროსნები. აღმოჩნდება საბოლოოდ და ქრონიკა ასე წერს, ორივე მხრიდან ქრონიკა წერს, რომ 12,000 და მოწინააღმდეგის მხრიდან, ანუ რაიმონდის და არაგონის მეფის მხრიდან, ხოლო ჯვაროსნებმა დაკარგეს მხოლოდ 200 რაინდი. რაიმონდ მე-6 დაავლებს ხელს თავის შვილს რაიმონდ მე-7-ს, ცოლისმასთან გაიქცევა ინგლისში და ლატერანის კრება, რომელიც ძალიან მალე ჩატარდება, ტულუზის გრაფის ტიტულს და მთელ მიწებს გადასცემს სიმონ დე მონფორს. მაგრამ ამით ისტორია არ მთავრდება. არაგონში ოქსიტანიიდან გაქცეული კატარები იყვნენ ასეთებით და საკმაოდ ბევრნი. რაიმონდის მომხრეებთან ერთად ქმნიან ეგრეთ წოდებულ ფაიდიტების, ანუ დევნილთა არმიას. კეთილი ინებეს კატარებმა და ჩვეულებრივმა მორწმუნეებმა, არასრულყოფილებმა, მათ არ აქვთ ამის უფლება, ხელში აიღეს იარაღი. იმისათვის, რომ შური კი არ იძიონ, დაიბრუნონ ის თავიანთი მიწები, რომლებზეც მშვენივრად ცხოვრობდნენ. 1216 წელს, ანუ 3 წლის შემდეგ, რაც დამარცხდნენ ტულუზაში, გრაფი რაიმონდ მე-7, რომელსაც არასვენებს გამჩენი, ბრიტანელებისგან ნათხოვარი გემებით შედის მარსელში. მარსელში მას ხვდება აღფრთოვანებული მოსახლეობა, ისინი განდევნიან იქედან ჯვაროსნებს, შემდეგ აქედან იგი გადადის ტულუზაში, ტულუზის მოსახლეობა მათ უღებთ სკარს, იგი შედის ვარდისფერ ქალაქში, როგორც მას ხალხი უწოდებს. აღმოჩნდება, რომ ტულუზაშიც, მარსელშიც და ყველა იმ ქალაქში, რომელსაც რაიმონდი დაიპყრობს თავიდან, რეკონკისტას მოაწყობს, ყველგან აქ იატაკქვეშეთში არიან გადასულები ერეტიკოსები, კატარები და სწორედ კატარები არიან ის ხალხი, რომლებიც ხელს უწყობენ მათ აი ამ უადვილეს დაპყრობაში დაკარგული ტერიტორიებისა. ტულუზის აღებით განრისხებული სიმონ დე მონფორი 3 თვის შემდეგ ქალაქს ალყას არტყამს, ხოლო 7 ივნის რაიმონდ მე-7-ს კიდევ ერთი რაიმონდი ეხმარება, ამჯერად რაიმონდ პროვანსელი. 24 ივნის დილას მონფორი გასცემს ბრძანებას, რომ სრულმასშტაბიანი შტურმი დაიწყონ. დაიწყონ შტურმი სანგრევი მანქანებით, ტარანებით, კატაპულტებით, ტრებუჩეტებით, მონგოლებით, მიდის წვიმა აქედან ქვების, მაგრამ იქედანაც არაკლებენ. კონტრშეტევით პასუხობს 25 ივნის უკვე ციხის დამცველები, იმიტომ რომ მათ დააფიქსირეს, რომ უთავდებათ ამათ ჭურვები. ჭურვები რა არის? ჩვეულებრივი დიდი ქვებია, მაგრამ იმ ქვებსაც პოვნა უნდა, ხო, მოტანა უნდა, ფორმის მიცემა უნდა, ასე ადვილიც არ არის.
და ქვა იწონის დაახლოებით 100-დან 120 კილოგრამამდე. წარმოგიდგენიათ ამ ხელა ძალა იხარჯება ამ ყველაფერზე. და უკანასკნელ ასეთ სიტყვას იტყვის მომფორი, რომელიც მართლა უკანასკნელი გამოდგება. მოდით ახლა წავიდეთ და მოკვდეთ იმისთვის, ვინც ჩვენს გამო მოკვდა, ქრისტეს გამო. და გადაეშვება თავით მძაფ ბრძოლაში. და აღმოჩნდება, რომ ისევე როგორც წინა ბრძოლაში, როდესაც ჯვაროსნებმა არაგონის არმია გაანადგურეს თავის რაიმონდ მეშვიდეს არმიასთან ერთად, აი იგივე რაღაც მეორდება, ანუ მონფორს ყავს სამჯერ ნაკლები ჯარისკაცი, ვიდრე ციხის მცველები არიან, რომლებიც კონტრშეტევაზე არიან წამოსულები. და ამ დროს ხდება კვლავ ძალიან საინტერესო რამ. საკმაოდ პატარა ქვა მოფრინავს ციხის გალავნის იქედან და თავში ხვდება მონფორს. და მუსარად იმას ვერ დაიცავს და თავს გაუპობს შუაზე. რა თქმა უნდა, იგი ადგილზევე იღუპება. კანსო დე ლა კროსადა, ეს არის ჯვაროსნების სიმღერა, სალაშქრო სიმღერა და სწორედ იქ არის ნახსენები ძალიან უცნაური რამ. ჯვაროსნები მღერიან, რომ ჩვენს მონფორს, ჩვენს ძმას და ჩვენს მეთაურს თავი გაუხეთქეს ტულუზელმა გოგონებმა, რომლებმაც შური იძიეს მათი ქმრების სიკვდილზეო და მართლაც ამბობენ, რომ აი პატარა ტრებუჩეტებთან იდგნენ სწორედ ქალები და ისინი ოპერირებდნენ მათი. მესამე დღეს უკვე ალყის მესამე დღეს და შეტევების მესამე დღეს ფრანგმა ჯვაროსნებმა და ბარონებმა ერთგულების ფიცი მისცეს ამორი დე მონფორს, ეს გახლავთ შვილი სიმონ დე მონფორის და მამის ყველა ტიტული მას გადაეცა, მის მემკვიდრეობა მთლიანად მას გადაეცა, მას ალყის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა რაინდებმა, რომლებმაც თავიანთი მრავალწლიანი ლიდერის სიკვდილით გულგატეხილებმა თქვეს, ჩვენ აღარ გვაქვს არანაირი სურვილი ამ ომში კიდე მონაწილეობის და წავიდეთო კარდინალმა ლეგატმა ბერტრანმა, რომელიც ცერემონიას ესწრებოდა, 26 ივნისს მიიღო გადაწყვეტილებმა, რომ ალყა მოეხსნათ და კარკასონში დაბრუნებულიყვნენ. სიმონ დე მონფორის ცხედარი ჩადეს ხარის ტყავებში გამოკრეს და წაიღეს და დაასვენეს კარკასონში, თუმცა საბოლოოდ მამის ცხედარი ბრიუერის სააბატოში წაიღო ამორიმ და იქ დაკრძალა. მონფორის ვაჟმა გადაწყვიტა, რომ მამის საქმე გაეგრძელებია, მაგრამ იგი ვერ გამოდგა ისეთი მხედართმთავარი როგორც მამამისი, იგი დამარცხდა ბეზიესთან, კასტელნაუდართან და ამ დროს წამოეწევა მას ცნობა, რომ 1222 წელს გარდაიცვლება გრაფი რაიმონდ მე-6, ამავე წელს გარდაიცვლება საფრანგეთის მეფე ფილიპ ავგუსტი და 1224 წლის იანვარში ტულუზისა და ფუას გრაფებს შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ მონფორი ტოვებს საბოლოოდ კარკასონს და პარიზში გარბის. ამით მთავრდება ალბიგოური ომების პირველი აქტი. 1225 წელს პაპმა ამჯერად განკვეთა რაიმონდ მე-7 ეკლესიისგან, რაც იმას ნიშნავდა, რაც უკვე მოგიყევით, ხო? ეს იყო იურიდიულად, ფაქტიურად ყველა შეეძლო ამ ადამიანის მოკლა, მისი მიწების და მითვისება და ასე შემდეგ. 1226 წელს კიდევ ერთი პრობლემა ჩნდება ოქსიტანიისთვის, საქმეში ერევა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მე-7. 3 წელი გრძელდება ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის, რადგან მათ ბარსელონის სამეფო უკვე ვეღარ უმაგრებს ზურგს, მათ თავისი გაჭირვებიათ, იქ თავიანთი შიდა ომები აქვთ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მდიდარი რეგიონია ოქსიტანია, თითქმის მთელი ევროპის ჯვაროსნები არიან შეკრებილები და უტევენ ჯამში, მთლიანად თავისუფლდება აჯანყებულებისგან ოქსიტანია. თავს რაიმონდ მე-7 ცნობს საფრანგეთის მეფის ვასალად, იგი მეფის წინაშე დაამტვრევს ტულუზის საგრაფოს ბეჭედს და ამით აღიარებს, რომ არანაირი ოქსიტანია აღარ არსებობს და იგი საფრანგეთის სრულფასოვანი ნაწილია. ომი მთავრდება თითქოს. სად არიან ამ დროს კატარები? გაწყდნენ? ნურას უგაცრავად. ისინი პირინეის მთებში კირქოვანი მიუდგომელი მასივების ფლატეებზე აგებენ ციხესიმაგრეებს, ან უკვე აგებულ ციხესიმაგრეებში არიან გამაგრებულები. ისინი ასევე ითვისებენ ახლო მდებარე მღვიმეებს, კარსტულ მღვიმეებს, რომლითაც გადატენილია აქაური ფერდობები, იმიტომ რომ ეს კირქოვანი მასივია, ისევე როგორც ხვამლი, ასხი, ლეჩხუმი მთლიანად, ზემო იმერეთი, რაჭა და ასე შემდეგ.
და 1226 წელს, რადგან იციან მათი არსებობის შესახებ, პაპ გრიგოლ მე-9-ს მიერ ინოკენტი უკვე მიებარა, რომელიც სრული უფლებამოსილებით აღჭურვავს ტულუზისა და ალბის საეპისკოპოსოებს, დომინიკელთა ორდენის ბაზაზე აარსებს წმინდა ინკვიზიციას. იწყება უბნელესი პერიოდი ევროპისთვის, არა მხოლოდ საფრანგეთისთვის. რას წარმოადგენს წმინდა ინკვიზიცია? ეს არის კათოლიკური ეკლესიის საეკლესიო სასამართლო სისტემა, რომლის მთავარი მიზანი არის ერესის და ერეტიკოსების გამოვლენა და მათი დასჯა. ასევე მათი მიზანი არის ეკლესიის დოგმატური ერთიანობის და ავტორიტეტის შენარჩუნება და ამისთვის ისინი აკეთებენ ყველაფერს. მათი ლოზუნგი არის extra ეკლესიამ nulla salus, ანუ ეკლესიის გარეთ ხსნა არ არსებობს. ანუ ვინც კი კათოლიკურ ეკლესიას ცოტა ირიბი თვალით შეხედავს, ყველა არის მტერი. ერეტიკოსობა არის ავადმყოფობა, რომელიც განიკურნება მხოლოდ ცეცხლით, თუმცა მისი განკურნება ასევე ცოდვის აღიარებით შეიძლება. თუ ერეტიკოსი ცოდვას აღიარებს, მას მოუწევს მთელი თავისი ცხოვრება ატაროს ყვითელი ჯვარი თეთრ სამოსზე. ამ ყველაფერს სჭირდება რა გამოძიება, ხომ და დაადგინონ ახლა ვასოგაბურნია ერეტიკოსია თუ არა. ძალიან სწრაფადვე მათ გამოიგონეს საწამებელი იარაღების მთელი კასკადი. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალური მუზეუმებია, სადაც არის ინკვიზიტორთა ეს დილეგები აღდგენილი. ნუ იქ ისეთი იარაღებია, რომ მე მაგალითად ეგრევე ვაღიარებდი, რომ ცოდვილი ვარ, შემინდეთ და ვატარებ გინდა ყვითელ ჯვარს, გინდა წითელს, არ აქვს მნიშვნელობა, ოღონდ ამ ესენი არ გამაკაროთ, ხო? ნუ საშინელებებია რაღაცა. აი ამას უძლებდა ხალხი. ამის ქვეშ გაიარა ძალიან ბევრმა ადამიანმა მაშინ. საკმარის იყო ოდნავ პროგრესული ყოფილიყავი, რაღაც მეცნიერებისკენ მიდრეკილი ყოფილიყავი. მომენტალურად ხვდებოდი ინკვიზიციის ყურადღების ქვეშ და ამ ყურადღებას იქცევდა რა თქვენი ქცევა, თქვენი ნაწერები და ამას ყველაფერს ამოწმებდნენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც ჯაშუშებად დაძრწოდნენ და უსმენდნენ, აი ტრაქტირში იჯდა მაგალითად ტიპი, ვითომ ლუცვამს, ან ღვინოსვამს, ამ დროს ისმენს შენ საუბარს, ხო? მაშინ ახლა მოსმენები არ იყო. სკროლვის და იმგენის რა ქვია, სკრინშოტების გაკეთების სამინისტროც არ არსებობდა, ყური იყო მთავარი და ეს ერთი ყური, რასაც მოისმენდა, შემდეგ უკვე შეეძლო თქვათ იგივე პატიოსან ადამიანზე, უბრალოდ კათოლიკეზე ეთქვა, რომ აი არ მოეწონა რა რაღაცით. არ მისი სახლი მოეწონა, არ მისი ცოლი. როგორც შემდეგ ხდებოდა უკვე მოგვიანებით სხვა ქვეყნებში, იგივე საბჭოთა კავშირში. იტყოდა რომ ერეტიკოსია. დაიჭერდნენ ამ კაცს და დაუწყებდნენ წამებას. წამებისა იქ რასაც გინდა იმას იტყვი, ხო, ერეტიკოსიც ხარ, ისიც ხარ, ესეც ხარ, მოინანიებ მერე და დადიხარ მერე მთელი ცხოვრება შერწყვენილი. ხო, სასამართლო პროცესი როგორ ტარდება? ადვოკატი რა თქმა უნდა არ არსებობს ინკვიზიტორთა სასამართლოზე და ის სამი კაცი რომელიც ზის, ის ტროიკა, მათ გამოაქვთ ვერდიქტი, იქვე აწამებენ მათ თვალწინ და თუ არ აღიარა ადამიანმა მისი ეს რწმენიდან გადახვევა, რა თქმა უნდა, უშვებენ სად? ცეცხლზე. დასაწვავად. ასე დაწვეს ჯორდანო ბრუნო, რომელმაც თქვა, რომ მე არ ვაღიარებო, რომ დედამიწამ გვალი არ არისო და სამაგიეროდ გადარჩა გალილეო გალილეი, რომელმაც მოხუცმა კაცმა თქვა, რომ ჯანდაბას თქვენ თავს ბრტყელია დედამიწა არტრიალებს არსად და არის ერთ ადგილზე გაჩერებული და მზეულის მას ირგვლივონ და გაათავისუფლეს. სტრუქტურა არის მკაცრად იერარქიული, პაპი არის მთავარი, რა თქმა უნდა, შემდეგ მოდის გენერალ ინკვიზიტორი, რომელიც ხელმძღვანელობს კონკრეტულ რეგიონალურ ტრიბუნალებს, და ასევე არსებობს ადგილობრივი ტრიბუნალები, ან უბნის ტრიბუნალები, სადაც ეს უსაქმური ხალხი ზის და ადამიანებს აწამებს და ამ წამების საფუძველზე მერე ან დილეგში აგდებს, ან ცეცხლზე წვავს, ან კიდე ყვითელი ჯვრით გარეთ უშვებს. რა თქმა უნდა, ინკვიზიციამ შეაფერხა მეცნიერების განვითარება, შეაფერხა ლიტერატურის განვითარება, იმიტომ რომ ლიტერატურაში ისინი გამოვიდოდა თუ არა რაღაცა ეძებდნენ, იქ ისე ხო არ წერია, ასე ხო არ წერია, ცენზურა იყო საშინელი. და ეხლა კაცობრიობის წინაშე მათ უზარმაზარი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, ათობით ათასი ადამიანი ყავთ წამებით მოკლული და დამწვარი კოცონზე. დღევანდელი სტატუსი მათი სხვათა შორის განისაზღვრა 1965 წელს, მათ უკვე აღარანაირი ასეთი სასამართლო ფუნქციები აღარ აკისრიათ. რეორგანიზება მოხდა, მათ დღეს ეწოდებათ რწმენის დოქტრინის დიკასტერია და ეს არის ვატიკანის ადმინისტრაციული უწყება კიდევ ერთი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ეკლესიის დოქტრინალურ
სისწორეს. თუმცა მას ისევე მეორებ არ გააჩნია არანაირი სასამართლო ან სააპელაციო ან სადამსჯელო ან საპოლიციო ფუნქცია. დავბრუნდეთ კვლავ უკან 1226 წელია ტულუზის ეპისკოპოსმა ფულკმა გახსოვთ ეს ფულკი მე გითხარით დაიმახსოვრეთ მეთქი როცა ტრუბადურებზე წინა ვიდეოში გქონდა საუბარი ამ ძალიან ლაღ თავისუფლების მოყვარულ ადამიანებზე და ერთ-ერთი ტრუბადური ძალიან წარჩინებული და ტრუბადური რომლის სიმღერებსაც ხალხი მღეროდა აი ესეთი ადამიანი გადაიქცა საშინელ პიროვნებად მან ჩამოაყალიბა მილიცია, საეკლესიო მილიცია, თეთრი საძმო, რომელიც აი ფანატიკური სიძულვილით დაძდევდა ერეტიკოსებს და ებრაელებს და სხვათა შორის სასამართლომდეც არ მიყავდა მათი საქმე, სადაც წაასრებდა იქ ხოცავდა. ეს რა თქმა უნდა ვითომ კანონგარეშე იყო, მაგრამ ყველა თვალს უჭავდა ამაზე. 1222 წლიდან კატარების ეკლესიის ოფიციალურ ცენტრად და მათ მთავარ დასაყრდენად იქცა მონსეგიურის ციხესიმაგრე. მონსეგიური გახლავთ მიუდგომელ ადგილას აშენებული უძველესი ციხე, რომელიც დაახლოებით 30 წლით ადრე ფუას გრაფის ვასალმა რაიმონდ დე პერეილმა, კვლავ რაიმონდი აღადგინა, მას დაამატა რაღაცები, გაამაგრა მისასვლელი გზები ისეთნაირად გააკეთა, რომ იქ მახეები იყო დაგებული მომხდურებისათვის. ეს რა თქმა უნდა კატარებმა კარგად შეისწავლეს და მებრძოლებთან ერთად იქ ძალიან ბევრი ახალი მახე დაამატეს და პარალელურად მათ შეისწავლეს ის ფერდობები, რომელიც მონსეგიურის ციხესთან ირგვლივ ერტყა და ის გამოქვაბულები და მღვიმეები, რომლებიც აქ უხვად იყო. ეს ხდება 1222 წელს. 10 წელი გადის და სრულიად სულელური რაღაცა ხდება, მე თუ მკითხავ, როდესაც არ უნდა შეუჩხიკინო რა, როცა არ გეკითხებიან. ავინიონში ფაიდიტები, აქედან წასული რამდენიმე ადამიანი აჯანყებული გადააწყდება პაპის ინკვიზიტორებს, რომლებიც დაძრწიან რა, ეს ინკვიზიტორების თუ გაქვთ წაკითხული ან ნანახი ძალიან კარგი ფილმი, მე სერიალის გამოვიდა, ვერ ვნახე ერთი სერიალი და კარგი მსახიობები თამაშობენ, ბარდის სახელი უმბერტო ეკოს ძალიან კარგი წიგნის მიხედვით, აი კაც ფაქტიურად ეს პერიოდია აღწერილი. იქაც ერეტიკოსებს ინკვიზიტორები დაძდევენ, მოკლედ დაძრწიან მთელს ევროპაში და ასეთ ჯგუფს გადააწყდნენ ეს აჯანყებულები და დახოცეს ინკვიზიტორები. ნუ ფაქტიურად ეს იყო ეხა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია ამ ამბავმა და ლუი მე-9 წმინდა ლუის საბაბი მიეცა, რომ მონსეგიურის ციხე, რომელიც ასე მტკივანი კბილივით მუდმივად ჰქონდათ ფრანგებს პირში და რომელსაც იგი ეს მეფეს სატანის სინაგოგას ეძახდა, ბოლოს და ბოლოს ამოეღოთ და დაესვენებიათ. 1253 წლის მაისში სამეფო სენეშალ ჰიუგო დე არსი 5000-იანი არმიით მიადგებიან მონსეგიურის ციხეს და იწყებენ მის ბლოკადას, ალყას. მათ უპირისპირდება 12 რაინდი და 50 პროფესიონალი სამხედრო. ძალიან პატარა ციხეა თვითონ, მაგრამ ფიზიკურად მიუდგომელია. მასზე ასვლა შეუძლებელია 11 თვის განმავლობაში დგას ციხე ფეხზე. ვერც ტრებუჩეტებით, ვერც ვერანაირი კატაპულტით, ვერაფრით ვერ მიუდგე, იმიტომ რომ ეს არის ალბათ მწვერვალზე მოალყეები დგანან ქვემოთ. და როდესაც უკვე იმედი გადაეწურებათ, ძალიან ცუდად მოიქცევიან ბასკები. ისინი გარკვეული საფასურის ნაცვლად შესთავაზებენ მათ, რომ ჩვენ მთებზე ძრომა კარგად ვიცითო და ერთ-ერთი ისეთი კედელი, რომელიც დაუცველია, იქედან ავალთო ისე საიდანაც არ ელოდებიან აბსოლუტურად კატარები თავდასხმას. მაგრამ ბასკები თავს კი არ დაესხმებიან, უბრალოდ დაჭიმავენ თოკებს, ამ თოკების საშუალებით ქვედა მოალყეები ავლენ ბაქანზე, ამ ბაქანზე დააყენებენ ტარანს, რომლის საშუალებითაც გაარღვევენ ერთ-ერთ კედელს. ამ დროს მირაპოა, რომელიც ხელმძღვანელობს ანუ ციხეში გამაგრებულებს, იწყებს მოლაპარაკებას ეპისკოპოსთან. საბოლოოდ მიიღებენ იმ დასკვნამდე, რომ მოდით ხალხი რო არ დავხოცოთ არც თქვენ, არც ჩვენ ორი კვირა მოგვეცით, ხდება საოცარი რამ. 240 კატარი და მათ შორის არიან რაიმონ დე პუას მეუღლე კორბა, მისი ქალიშვილი ესკლამონდა დე პუა, ძალიან პოპულარული არის ხალხში, ეპისკოპოსი გილჰაბერტ დე კასტრე, ესენი ყველა არ ეკუთვნით მათ, მაგრამ იღებენ კონსოლამენტუმს და ხდებიან სრულყოფილი კატარები. ისინი ნელ-ნელა ეშვებიან მთიდან და იქ მათ ხდებათ გიგანტური
კოცონი, რომელშიც ისინი შედიან. ამ ადგილს დღეს ქვია პრატ დე კრემაცი, ანუ კოცონების ველი. მაგრამ ამით ისტორია მონსეგიურის არ მთავრდება. პირიქით, აქ იწყება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო შუა საუკუნეებისა. ალბათ ყველაზე მისტიკური ისტორია და ინკვიზიციის საგამოძიებო ოქმები და თვითმხილველთა ჩვენებები გადაჭრელებული არის საოცარი და სენსაციური ფაქტით. 1244 წლის 15 მარტს, ანუ 12 საათით ადრე, სანამ კარიბჭე გაიღებოდა და კონსულამენტომ მიღებული კატარები წავიდოდნენ სიკვდილთან შესახვედრად, ერთ-ერთი მიუდგომელი ფლატედან ეშვება 4 სრულყოფილი, უпростоრად 3 სრულყოფილი. ამიელ აიკარტი, მათი სახელები ცნობილია, ჰუგო და პუატევინი. მეოთხე გახლავთ ადგილობრივი, რომელმაც უბრალოდ გზა იცის და რომელმაც იცის ყველა მღვიმე, რომელიც ამ მიდამოებშია. როდესაც ციხეს აიღებენ მოალყეები, ნახავენ, რომ იქ საერთოდ არაფერი არ არის. როგორც მოარის ციხეში, ხო, იქ შევიდნენ ვერაფერი. აქაც ერთი მონეტაც კი არ გდია სადმე. პერგამენტის ნაგლეჯიც ერთი 100-ც კი არ არის სადღაცა და მიწერილი. საგანძური ან წინაღამეს აი ამ მოთხეულმა გაიტანა, ან უკვე დიდი ნაწილი გატანილი იყო. იმიტომ რომ ვარაუდობენ კატარებს საკმაოდ დიდი სიმდიდრე ჰქონდათ დაგროვილი. აი ამ 4 აჩრდილმა გააკეთა ის, რომ უკვე საუკუნეებია ხალხი ბჭობს რა იყო იმ ფუთებში, რომლებიც მათ ზურგზე აიკიდეს და თოკების საშუალებით ქვემოთ ჩაიტანეს და მერე სადღაც წაიღეს. მაინც რა იყო, რას წარმოადგენდა ეს საგანძური. როგორც ვარაუდობენ და როგორც გადარჩენილი კატარებისგან ვიცით, საგანძური შედგებოდა 2 ნაწილისგან. ეს იყო პირველი მართლაც ოქროვერცხლი, ძვირფასი თვლები, რომლებიც როგორც ჩანს ძალიან დიდი რაოდენობით ჰქონდათ, მაგრამ ეს ჰქონდათ არა ფუფუნებისთვის, არამედ თქვათ მოსყიდვისთვის ვიღაცების და თავის მოსაქონად, საჭმლის საყიდლად და ასე შემდეგ. შემოწირულობებიდან იყო ყველაფერი. აი ეს ოქროვერცხლი, რომელიც საკმაოდ მძიმე იყო და საკმაოდ ბევრი იყო, წინასწარ გაიტანეს მათემ და საბატიემ, მათი სახელებიც არის ცნობილი და გადაინახეს ადგილობრივ მღვიმეებში, რომლებსაც ისინი ძალიან კარგად იცნობდნენ და რომლებიც ლაბირინთებს ქმნიან და იქ თუ სპეციალურად არ იცი, რისთვის მინიხარ და რომელ მღვიმეში სად უნდა გაუხვიო, ვერაფერსაც ვერასდროს ვერ იპოვი. მაგრამ 15 მარტის ღამეს მათ გაიტანეს უკვე მთავარი საგანძური და რა იყო ეს. როგორც იმდროინდელი და ცოტა გვიანდელი წყაროები გვამცნობენ, ეს იყო წმინდა გრაალის თასი. ან უბრალოდ წმინდა გრაალი, რომელიც მოგვიანებით ჰუგომ და აიკარტმა ტამპლიერებს გადასცესო თავის წყევლასთან ერთად და მე როგორც უწია წყევლამ ტამპლიერებს ჩემი ვიდეოდან გაიგებთ. მე-20 საუკუნეში ეს ლეგენდა თუ ეს საიდუმლო კვლავ გაცოცხლდა გერმანელი მედიევისტის და არქეოლოგის და ასევე ეზოთერიკოსის და მისტიკოსის ოტო რანის წყალობით და ოტო რანი დარწმუნებული იყო, რომ ვოლფრამ ფონ ეშენბახის მე-13 საუკუნეში დაწერილ ეპიკურ პოემაში პერციფალი აღწერილი არის მონსეგიურის სასახლე და აღწერილი არის გრაალის თასი. რომ კატარები იყვნენ წმინდა გრაალის მცველები და წმინდა გრაალი გახლდათ ციდან ჩამოვარდნილი მისტიკური ქვა, რომელსაც ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. ალბიგოური ლაშქრობა იყო მოწყობილი იმისათვის, რომ ვატიკანს ხელში ჩაეგდო ეს უძლეველობის სიმბოლო. ასევე გრაალის თასად მოიაზრება მატერიალური თასი, ნამდვილი თასი, რომელშიც როგორც ამბობენ, იოსებ არიმათიელმა შეაგროვა ქრისტეს სისხლი, რომელიც წყალთან ერთად გამოვიდა მისი მკერდიდან. ოტო რანი ადგილობრივი მწერლისა და მისტიკოსის და ისტორიკოსის, ასევე ანტონინ გადალის წინამძღოლობით წლების განმავლობაში იკვლევდა საბატრეზის რეგიონის მღვიმეებს და კერძოდ ორნოლაკისა და ლომბრევესის გამოქვაბულებს. მისი მტკიცებით სწორედ ამ მიწისქვეშა ლაბირინთებში გადამალეს გაქცეულებმა წმინდა გრაალი. ნაცისტების სათავეში მოსვლის შემდეგ ოტო რანის კვლევებმა ყურადღება მიიპყრო მესამე რაიხის ხელმძღვანელობის და განსაკუთრებით კი SS-ის რაიხსფიურერის ჰაინრიხ ჰიმლერის. რატომ? იმიტომ რომ ჰიმლერი გახლდათ მისტიცისტი, ეზოთერიკით გატაცებული ადამიანი, მან შექმნა ესეთი ელიტარული გაერთიანება ანენერბე, რომელიც მთელ მსოფლიოში დადიოდა და ეძებდა
წმინდა არტეფაქტებს, რომლებიც დაეხმარებოდა გერმანიას ომის მოგებაში. ოტო რანი მართალია დაუკავშირდა ჰიმლერს, დიდი მფარველობითაც სარგებლობდა და სხვა შორის მას ობერშტორმფიურერის წოდებაც მისცეს, მიუხედავად ამისა იგი იყო ღია გეი. გეებს კი მოგხსენებათ როგორც სასტიკად დევნიდნენ ნაცისტები და არ მოკლეს ოტო რანი, მიუხედავად იმისა, რომ 15,000-მდე მამაკაცი გეი ყავთ და დასჯილი, სიკვდილით დასჯილი ნაცისტებს, სასჯელის სახით 4 თვის განმავლობაში მცველად ამუშავეს დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში, ერთ-ერთ ყველაზე საშინელ საკონცენტრაციო ბანაკში. იგი გამოვიდა თუ არა აქედან, მოიხსნა სამხრეები და გაიქცა საფრანგეთში. შვეიცარიაში დაბრუნდა, შემდეგ შვეიცარია მოგესალმებით ნეიტრალური ქვეყანა იყო, სადაც არ შესულა ნაცისტები და ომი არ ყოფილა და 7 წლის თავზე მონსეგიურის ციხის დაცემიდან იგი გავიდა სახლიდან ალპებში, მთებში და რამდენიმე თვის შემდეგ მისი გაყინული გვამი 4000 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს. როგორც ვარაუდობენ, მან თავი მოიკლა. კატარები იყვნენ ერეტიკოსები, კათოლიკების სამართლით. ისინი კოცონზე დაწვით უნდა განეწმინდათ და მცირედი ცოდვის კვალიც კი ცეცხლის ალით უნდა გაენადგურებინათ. კოცონი წარმოადგენდა ორმაგ სასჯელს. პირველი ფიზიკური ტკივილი საშინელი და მეორე ის რომ კატარის სული გათავისუფლებული ცეცხლის საშუალებით ვეღარ მოძებნიდა მოსასვენებელ ადგილს, იგი ვერ ზემოთ წავიდოდა, სიურ ანგელოზად გადაიქცეოდა, ვერც მიწაზე იპოვიდა და ასე გაიტანჯებოდა. ანუ ფერფლად ქცევა ეს იყო სიმბოლურად სულის სამუდამო განადგურება კატარებისთვის. ანუ უმძიმესი სასჯელი იყო. როგორც დამწვრობის მედიცინის და ქირურგიის ექსპერტები აღნიშნავენ, მსხვერპლთა უმრავლესობა კოცონზე იღუპებოდა არაუშუალოდ ცეცხლის ზეგავლენით, არამედ იმ აირების ზეგავლენით, რომელიც საცეცხლი გამოხობს. პირველი ეს იყო მწვავე ჰიპოქსია, ანუ ჟანგბადის შიმშილი. რატომ? იმიტომ რომ ცეცხლი იკვებება ჟანგბადით. იქ სადაც ცეცხლია, იქ ნაკლები ჟანგბადია. ცხელი ჰაერის ჩასუნთქვისას მათი ტრაქეები და ფილტვები იწოდა. ასევე, რა თქმა უნდა, ხუთავი აირი მათ გონებას აკარგინებდა. უმთავრესი როლი, რა თქმა უნდა, კოცონში ენიჭებოდა შეშას. თუ შეშა იყო მშრალი, იგი გამოყოფდა დიდი რაოდენობით სითბოს და ადამიანი სწრაფად კვდებოდა, მაგრამ თუ სველი იყო და ასეთი სველი იყო მონსეგიურის დასაჯელი შეშა, იმიტომ რომ წინაღამით ითოვა და იწვიმა, მაშინ ტანჯვა ძალიან დიდხანს გრძელდებოდა. მონსეგიურის დაცემის შემდეგ კატარების ეკლესიამ თავი გადაირჩინა მაინც, მან იატაკქვეშეთში გადაინაცვლა, რამაც ბიძგი მისცა საგამოძიებო აპარატი უფრო დაეხვეწა ინკვიზიციას. ისინი როგორც აი მგლები, მშიერი, ცოფიანი მგლები ისე დარბოდნენ ევროპაში, ეძებდნენ ერეტიკოსებს და როგორც გითხარით, ძალიან ბევრ სიცასტიკეს ჩადიოდნენ. კატარების ისტორიის ბოლო აკორდი გაჟღერდა 1321 წლის 21 აგვისტოს, როდესაც ვილერუშ ტერმენესის ციხესიმაგრის ეზოში კოცონზე დაწვეს უკანასკნელი ოფიციალური კატარი, სრულყოფილი კატარი გიომ ბელიბასტე. და სიკვდილის წინ მან წარმოთქვა ასეთი ფრაზა: 700 წლის შემდეგ დაფნა კვლავ აყვავდება მოწამეთა ფერფლზე. გავარკვიეთ თუ რატომ დავიწყეთ თხრობა მე-19 საუკუნის სოფლის მღვდლით, მისი ისტორიით. რა კავშირში იყო იგი მე-13 საუკუნის ომებთან? საქმე იმაშია, რომ რენ-ლე-შატო, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა, მონსეგიურის, ანუ კატარების საბოლოო ციტადელიდან მხოლოდ 7 კილომეტრში მდებარეობდა. იყო თუ არა შესაძლებელი, რომ ის 4 კატარი, რომელმაც საგანძური გამოიტანა მონსეგიურის ციხიდან რენ-ლე-შატოში მისულიყო. 7 კილომეტრი არც თუ ისე ბევრია, მით უმეტეს თუ ჯორები ყავს. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო. შესაძლებელი იყო თუ არა, რომ მოსახლეობას არ გაეყიდა ეს ხალხი. ძალიან დიდი შანსი იყო, იმიტომ რომ იმ პერიოდში უბრალო მოსახლეობა ყველა უთანაგრძნობდა კატარებს. რა თქმა უნდა, ჩუმად, რომ ინკვიზიციას არ გაეგო. სად გაუჩინარდნენ შემდეგ ისინი? არის შანსი, რომ მათ თქვათ გლეხურად გადაეცვათ და გათქვეფილიყვნენ უბრალოდ ამ გლეხობაში. უზარმაზარი შანსია. ამ პატარა სოფელს იმდენი თავზე სატეხი ამბავი ჰქონდათ. კათოლიკებს ამ პატარა სოფელს არავინ დიდ ყურადღებას არ აქცევდა. შესაძლოა თუ არა, რომ ამ ქაღალდებს შორის ყოფილიყო უტყუარი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ
ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც სახარებებში აღწერილი. ანუ ქრისტე მართლაც არ მოხდა ჯვარზე, გადარჩა და მაგდალინელთან ერთად ჩავიდა სამხრეთ საფრანგეთში და იქ შვილი ეყოლა. და შემდეგ ეს შვილი გახდა მეროვინგების დინასტიის ფუძემდებელი. რატომ იწყებს რენ ლე შატოს ღარიბი მღვდელი ბერანჟე სონიერი ეკლესიის იატაკის აყრას? რას პოულობს იგი ასეც მასში, რომ იგი მულტიმილიონერი ხდება? როგორც დღეს ამბობენ, მილიარდები ქონდა, არათუ მილიონებიო. რა ინახებოდა 7 წლის განმავლობაში ამ მიწაში? რა ეწერა იმ გრაგნილში, ერთ გრაგნილში, რომელიც საიდუმლოდ დარჩა ყველასთვის, რომელიც აბატმა მოიღო ერთ-ერთი სვეტიდან. რაშვაშია არარსებული და პროვოკაციულად გამოგონილი ორგანიზაცია სიონის პრიორატი და ტამპლიერთა ორდენის წმინდა გრაალთან ურთიერთობა. ჩვენ წმინდა გრაალი შეგვიძლია წავიკითხოთ ასეთნაირად: სან გრეალი, ანუ წმინდა გრაალი და სანგ რეალი, ანუ წმინდა სისხლი. აი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ წმინდა სისხლად ითვლებოდა ჯადოქარი მეფეების, მეროვინგების დინასტია. სად არის ამ დინასტიის ფესვები? იქნებ მართლაც მარიამ მაგდალინელისკენ მიდის. რატომ უჭირავს ასმოდეუს ამ ძველ ბებერ და ძალიან ძლიერ დემონს ეკლესიის შესასვლელში ემბაზი, ანუ ნაკურთხი წყლით სავსე აუზი? რა მინიშნებები დატოვა სონიერმა ეკლესიაში, რომელიც ჭრელაჭრულა ბარელიეფებით და ნახატებით მორთო? რას ეძებდა იგი ნიკოლა პუსენის ნახატებში? ახლა კი დავაკვირდები მეორე ვიდეოს, თუ მან გამოიწვია გარკვეული ინტერესი, თუ მოაგროვა იმდენი ნახვა, რამდენიც მე მჭირდება იმისათვის, რომ ვიდეო წარმატებულად ჩავთვალო, მაშინ შესაძლოა დავიწყო ამ თემაზე მუშაობა. მაგრამ გვირდებით, რომ ელექტრონული წიგნისთვის, რომელსაც მე პარალელურად ვაკეთებ, იქ აუცილებლად იქნება უფრო სრული, უფრო გაშლილი ვერსია ამ თემისა. რაც მე ზემოთ მოვყევი, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ არჩევს თეორიებს, მით უმეტეს სხვის ნათქვამ თეორიებს და ჩემს პირად აზრს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი რაც მე დღეს მოგიყევით, ეს არ არის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. ეს არის იმ ლიტერატურიდან ამოღებული ფაქტები, თეორიები და შეხედულებები, რაც ამ თემის ირგვლივ ტრიალებს. ასე რომ მე არაფერ შუაში არ ვარ, მე ნუ შემაჩვენებთ და ნურც ანათემას გადამცემთ და ნურც ინკვიზიტორებთან ჩამიშვებთ. მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით ვიდეოთი, რომელმაც შეიძლება ძალიან რადიკალურად შეცვალოს ზოგიერთი თქვენგანი ცხოვრება. არა, ესეთი არაფერი არ არის, უბრალოდ ძალიან სასარგებლო ვიდეოა იმ ხალხისთვის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ცხოვრების შეცვლა. ასე რომ დაელოდეთ, შორს არ წახვიდეთ, მე მალე დაგიბრუნდებით და თუ არ დაგავიწყდებათ მოწონების ნიშნის დასმა და არხის გამოწერა, ძალიან კარგი, თუ დაგავიწყდებათ, არა უშავს, შემდეგაც შეიძლება. აბა კარგად, ნახვამდის.